ჩვენ ვიცით, რომ მარსის მასა დედამიწის მასასთან შედარებით 10-ჯერ პატარაა დაახლოებით და მისი რადიუსი დედამიწის რადიუსთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ პატარაა. გვაინტერესებს თუ რამდენჯერ მეტია თავისუფალი ვარდის აჩქარება დედამიწის ზედაპირზე მარსის ზედაპირთან შედარებით თუ ვიცით აი ეს მონაცემები მათ მასებთან და რადიუსებთან დაკავშირებით. თავისუფალი ვარდის აჩქარების გამოსათვლელად ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულა, რომელიც არის გრავიტაციული მუდმივა გამრავლებული მასაზე და გაყოფილი რადიუსის კვადრატზე. დედამიწის შემთხვევაში ეს იქნება G გამრავლებული მასაზე გაყოფილი რადიუსის კვადრატზე. მარსის შემთხვევაში ეს იქნება G, რაც არის 6.67 გამრავლებული 10 ხარისხად -11 ნიუტონი მეტ კვადრატი გაყოფილი კილოგრამ კვადრატზე გამრავლებული მასის მაგივრად ჩავწერთ მასის მიათეთს, სადაც ეს m არის დედამიწის მასა და რადიუსის კვადრატის მაგივრად დავწერთ რადიუსის ნახევრის კვადრატს, რაც იქნება G ეს 4-იანი ავარდება ზემოთ, 10-იანი ჩამოვა ქვემოთ და G გამრავლებული 4m-ზე გაყოფილი 10m კვადრატზე. ანუ G-m კვადრატზე ხო თავისუფალი ვარდის აჩქარება იყო დედამიწის ზედაპირზე, რაც ნიშნავს, რომ უბრალოდ 4/1000-ზე გამრავლდა. რაც ნიშნავს იმას, რომ დედამიწის ზედაპირზე რაც არის თავისუფალი ვარდის აჩქარება, იქ რომ შევაფარდოთ მარსის ზედაპირზე რაც არის თავისუფალი ვარდის აჩქარება, მივიღებთ 10/4-ს, რაც არის 2.5, დაახლოებით 2.5-ჯერ მეტი გამოდის დედამიწაზე თავისუფალი ვარდის აჩქარება ამ მონაცემების მიხედვით. რეალობაში ასე გამოდის, რომ დედამიწაზე ზედაპირზე არის დაახლოებით 9.91 მეტრ/კვადრატი, მარსის ზედაპირზე არის დაახლოებით 3.7 მეტრ/კვადრატი და აი ეს კავშირი გამოდის მათ შორის. თუ გსურთ ფიზიკის წიგნის შეძენა მერვე კლასის მასალასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს თეორიებს, ამოცანებს და ამოცანების ამოხსნებს, უნდა მომწეროთ პირადში თქვენი მისამართი და მობილურის ნომერი და კურიერი მას თქვენთან სახლში მოიტანს. ამ წიგნმა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შესწავლა.